ფრინავი კვარაცხელია მამარდაშვილის შეცდომა. რას ამბობს ლივერპულის მწვრთნელი ქართველ მეკარეზე და რას ეუბნება თოფურია მახაჩევს. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე არ დაგესაროს. დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც მეორე გადამწყვეტი ჩემპიონთა ლიგური მერვედფინალის წინ კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად რენი მარტივად 4-1 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც ლიგა 1-ში დაუმარცხებელმა გუნდმა ჩემპიონატის მოგებისკენ კიდევ ერთი ნაბეჭი გადადგა. აღსანიშნავია, რომ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ძირითადის 8 ფეხბურთელი დაასვენა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც შეხვედრაში 65 წუთზე მაშინ ჩაერთო, როდესაც პარი სენ-ჟერმენი შეხვედრას 2-1 იგებდა. ამ მცირე დროში კი ქართველმა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. მის ანგარიშზეა 2 საგოლე შანსი, 2 კარისკენ დარტყმა და 1 პრეასისტი. აღსანიშნავია ისიც, რომ კვარა დაცვით ფაზაშიც ძალიან ეფექტური იყო. მან ერთ-ერთ მომენტში გამჭოლი პასი ვარდნაში ჩაჭრა და თავისი კარი გაშვებული გოლისგან გადაარჩინა. ქართველმა გულშემატკივარს ეს ულამაზესი კადრიც აჩუქა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. შეხვედრის შემდეგ კი ლუის ენრიკემ ქართველი კიდევ ერთხელ განსაკუთრებით შეაქო. არ მიყვარს ჩემი მოთამაშეებიდან რომელიმეს გამორჩევა და მასზე ცალკე საუბარი. თუმცა აღნიშნავ ჩემი გუნდის თითოეული ფეხბურთელის მაღალ დონეზე თამაშს. კვარას ნაპოლიდან და საქართველოს ნაკრებიდანაც კარგად იცნობთ. ის არის მოთამაშე, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. ის სულ უფრო უკეთესად თამაშობს და ინტეგრირდება გუნდში. და ეს ძალიან სასიამოვნოა. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს გუნდს აძლიერებს. თუმცა კიდევ დრო სჭირდება. ყოველ ჯერზე ის უკეთ გამოიყურება და როდესაც ასეთი ფეხბურთელები გყავს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. დღეს კი ჩვენ უფრო საშიში გუნდი ვართ, ვიდრე აქამდე ვიყავით. ფეხბურთი მაგია, სადაც გუნდის გამარჯვებას მხოლოდ მისი ბიუჯეტი არ განსაზღვრავს. წაგების შემდეგ დაღუნებულები ვიყავით, მაგრამ წყობში დავბრუნდით და მენტალურად გავძლიერდით. რენთან კარგად ვითამაშეთ, რომელიც ურიგოდ არ გამოიყურებოდა. განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში. შევძელით გამარჯვება. ეს იყო რთული შეხვედრა, მაგრამ საქმეს სერიოზულად მივუდექით და ახლა ლივერპულთან თამაშის წინ იმედიანად ვართ. აქვე გეტყვით, რომ ლივერპულთან მარცხის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გაუქმებულ გოლს დელ პიერო გამოეხმაურა. კვარაცხელიამ ყველაფერი ძალიან მაგრად გააკეთა და ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. დიდებული გოლი იყო და ამ დროს თამაშგარე დაფიქსირდა. დაუჯერებელია. ბურთი კარგად მიიღო და თავიდანვე შექმნა ისეთი პოზიცია, საიდანაც დარტყმა მოსახერხებელი იქნებოდა. მართლა ძალიან წყდება გული, რომ ეს გოლი არ ჩაითვალა. კვარაცხელიამ ყველაფერი სწორად გააკეთა. შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას ენფილდზე ლივერპულთან 11 მარტს გამართავს. რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ კი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ლა ლიგის 27 ტურში ვალენსიამ ვალიადოლიც უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში მამარდაშვილს 3 სეივი ჰქონდა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ვალენსიას გაშვებული ერთადერთი გოლი ქართველის შეცდომას მოჰყვა. პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც თანაგუნდელმა ქართველ მეკარეს ბურთი დაუგორა, გიორგი მის კარგად ვერ მოიგერია და იქვე ახლოს მყოფ მეტოქეს გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა. კარგია ის, რომ ამ შეცდომის გამო ვალენსიამ მნიშვნელოვანი ქულები არ დაგარგა. ამ მომენტზე შეხვედრის შემდეგ ქართველის მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა ისაუბრა. მამარდაშვილის მაღალ დონეში ეჭვი არ მეპარება. ამ შეცდომას ძალიან განიცდის. ვაფასებ, რომ მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა. საჯარიმოში დომინირებდა. მომწონს ფეხბურთელები, რომლებიც შეცდომის შემდეგ მენტალურად აღდგენას ახერხებენ და რთულ მომენტს უმკლავდებიან. შეხვედრის შემდეგ გულშემატკივრებს სოციალური ქსელით მიმართა გიორგი მამარდაშვილმაც. ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სირთულეები უფრო ძლიერს მხდის. მთელ ჩემს ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს საუკეთესო ფორმას. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილს და მის გუნდს რთული სეზონი აქვს. თუმცა იმედია, რომ ქართველზე ეს შეცდომა გავლენას არ მოახდენს და საუკეთესო ფორმას მალე დაუბრუნდება, რათა ისევ შეძლოს მისი გუნდის ლა ლიგაში დატოვება და რაც მთავარია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მარტში სომხეთთან გამარჯვებაში ტრადიციულად მნიშვნელოვანი წვლილიც შეტანა. ამას გარდა შეგახსენებთ, რომ წესით ქართველი ლივერპულს მალე უნდა შეუერთდეს, სადაც უდიდესი კონკურენცია. ხშირად იწერება, რომ შესაძლოა ინგლისელებმა
ქართველი კვლავ გაანადგურონ. თუმცა ეს ჯერ დაზუსტებით არავინ იცის. ერთადერთი რაც ცნობილი არის ის, რომ ბრაზილიელი მეკარე გუნდიდან წასვლას ამ ეტაპზე არ გეკმავს და მწვრთნელიც არაპირებს, რომ ის ტრანსფერზე დააყენოს. ეს კი ალისონის ფორმიდან გამომდინარე ბუნებრივია. ლივერპულის და საუთჰემპტონის დაპირისპირებამდე კი ქართველის მომავალ მწვრთნელს არნე სლოტს ჰკითხეს. გიორგი მამარდაშვილის გაფორმების გამო ხომ არ მიეცა უფრო მეტი მოტივაცია ალისონს და რაბედიელის ქართველ მეკარეს. მამარდაშვილი ვფიქრობ ახლა ვალენსიაში სეზონის ისეთივე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც ჩვენთან. ასე რომ არ იქნება გონივრული ვისაუბროთ ფეხბურთელზე, რომელიც შესაძლოა ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ ახლა აქ არ არის. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმეს ლივერპულში თამაში უნდა, მას აღიარება მოუწევს, რომ აქ კონკურენცია. თუ შენ არ გინდა რომ ლივერპულში კონკურენციას თვალი გაუსწორო, მაშინ ეს შენთვის საუკეთესო ადგილი არ არის. ალისონს კი ახლაც აქვს დიდი კონკურენცია კელეჰერთან. შესაბამისად, თუ ეს აძლევს მას მოტივაციას, ესე იგი ეხმარება. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მას სჭირდება. ის მაღალი დონის პროფესიონალია, როგორც გუნდის ყველა მოთამაშე. მათ ესმით, რას ნიშნავს, როცა ლივერპულის ფორმა აცვიათ. მაღალ დონეზე უნდა წარმოაჩინო თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ითამაშებ და საერთოდ მეკარეების მხრივ კარგ სიტუაციაში ვართ. თქვენ რას ფიქრობთ, როგორ განვითარდება მამარდაშვილის მომავალი ლივერპულში? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარის გუნდი მორის შეხვედრას ჟირონასთან ჩაატარებს. ამის შემდეგ კი სანაკრებო პაუზა იწყება. UFC-ს ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ კი ისლამ მახაჩევთან პოტენციურ ორთა ბრძოლაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებულია. როგორ ჩაივლის მახაჩევთან ბრძოლა? ფიქრობ, რომ ბრძოლის დღეს დაახლოებით 1 წონის უნდა ვიყოთ. ვინაიდან ორივე 1 წონის მებრძოლები ვართ. 1 წონის ჩაბარება გვიწევს. ის თუ ახლა 90 კილოგრამს იწონის, ეს პრობლემა არ არის. არ მგონია ამ წონიდან შეძლოს მსუბუქი წონის დაფიქსირება, მაგრამ ეს მე არ მადარდებს. მგონია, რომ ყველა კომპონენტში მასზე ძლიერი ვარ. ის კარგი მებრძოლია, კარგად ჭიდაობს. პირადად მე მის სტრაიკინგსა და ჭიდაობაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ძლიერია, მაგრამ მე შემიძლია გავთიშო ან დავასაბმითო. მე ბავშვობიდან ჭიდაობ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობით დავიწყე და ჯიუ-ჯიტსუთი. ამიტომაც ყველა დეტალი ვიცი და მიხარია, რომ ჩემი ამ პროფესიონალური მხარის ჩვენებასაც შევძლებ ოქტაგონზე. ისლამ ღმერთმა დაკლოცოს, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ოქტაგონზე შევხვდებით, მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იდგება ჩემს პირისპირ. ოქტაგონს გამარჯვებული დავტოვებ. ამაში ეჭვი არ მეპარება. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. შეგახსენებთ, რომ ბოლოს ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ისეთ რაღაცას ვიმზადებს, რასაც ვერ დავიჯერებთ. იმედია, რომ მალე გავიგებთ ქართული ჩემპიონის გეგმებს. მანამდე კი, თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგშეს შემდგომი საინტერესო სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.